გამარჯობათ მეგობრებო. გსოვთ ჯემს, სვიტრს ქვევიდან და როგორ მოვაგსოვოთ წინაგული ამ სახით. გასაგებია მე მგონი, ხო, აი ასეთი სახით როგორ მოვაგსოვოთ წინაგული. ახლა წინაგულის რეზინა მრავალნაირად იქსოვება. შეიძლება ასეც იყოს რეზინა, აი ასეთი სწორი მიმართულებით, ჩვენ ნაქსოვს ავაყოლებთ ახლა, დავაყენებთ აი აქ რეზინას და როგორ უნდა მოვგსოვოთ ეს გავარკვიოთ. დავაყენეთ მკლავები და ახლა გვჭირდება გავყოთ აი ეს წინაგული და რეზინაც როგორც მხრებს გავიყვანთ და მოვგსოვთ ზევით, ისე მივაყოლოთ და რეზინაც თან მოვაგსოვოთ. და როგორ ვაკეთებთ ამას? ნახოთ ახლა. დათვლით თვლებს აქეთაც და აქეთაც შუა ადგილს მონიშნავთ ზუსტად შუა თვალს სად გაქვთ და აი ამ პირველი რიგი ახლა როგორ ვიწყებთ აი ამ წინაგულის გამოყვანას. პირველი რიგი. ეს არის შუა თვალი მონიშნულია აი აქ და ამის ირგვლივ ვგსოვთ რეზინას იქით და აქეთ. ვუმატებ. ახლა მე ამ სახით ვუმატებ ამ წუთში თქვენ შეგიძლიათ აქედან მოიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ვაკეთებ. ეს არის ის შუა თვალი, რომელიც არის გამყოფი ორივე მხარის და წინ ვუმატე ერთი თვალი, მოვგსოვე ეს შუა თვალი და კიდევ ვუმატებ შემდეგ. აქეთ და იქით ვუმატე თითო თვალი. აქ დანარჩენი გავაგრძელებ ქსოვას. ჩვეულებრივ რასაც გსოვთ, სქემას გსოვთ, არ გსოვთ. ეს მკლავის რეზინა, ესაც ჩვეულებრივად იქსოვება, როგორც იქსოვება. აქ მოვნიშნოთ, რომ თქვენთვის გასაგები იყოს სად ვართ და რას ვაკეთებთ. ეს არის ჩამატებული თვლები, რადგან ის წაღმათვალია გარედან, ახლა ეს აქედან წაღმათვალი იქნება, იქიდან უკუღმა. რეზინა უნდა დავაყენოთ, რამდენ თვალს ჩავამატებთ, იმდენი რეზინა უნდა გავითვალისწინოთ, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. აქედან წაღმათვალი აქედან არ იქსოვება. ესაც ჩამატებული თვალი და აქედან წაღმა იქნება, შიგითა პირიდან ვარ. აქაც სანიშნი დავტოვოთ და დანარჩენი ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ქსოვას. თუ სქემას გსოვთ, სქემას მოგსოვთ. აქ უკვე ერთდროულად იქსოვება მკლავის რეზინა,
წინა გულის რეზინა და მთლიანად წინა მხარე, რასაც გსოვთ. ახლა ნახეთ მეგობრებო, აი სანიშნამდე დამრჩა ორი თვალი და რას ვაკეთებ. მონიშნული შუა თვალი, აქეთ-იქეთ ვუმატეთ პირველი რიგი, რაც დავიწყეთ საყელოს გაყოფა და ქსოვა, პირველ რიგზე მხოლოდ ვუმატეთ ამ შუა თვალის აქეთ და იქით. ახლა ამ სანიშნის შიგით არის მატება, რეზინა იქსოვება. ამ სანიშნის გარეთ ნახეთ ორი თვალი. ახლა ვიწყებ კლებას მე. ზუსტად აქედან პირველი თვალი, ამ შუა თვალთან პირველი თვალი ეს არის, მგონი კარგად ჩანს. ეს ჩამატებულია და პირველ რიგზე მხოლოდ ჩავამატე, რომ ვუკლო თან ერთდროულად დასაწყისი, ეს მოჭიმავს ამას და ცუდად წაიღებს ეს ნაქსოვს. პირველი რიგი მოვქსოვე და მხოლოდ ვუმატე შუა თვალის აქეთ და იქით. ახლა უკვე შემდეგ თვალზე ვიწყებ კლებას და როგორ ვიწყებ? ეს თვალი სულ უნდა წავიდეს ასე და რეზინას და ამ მხარს აქ უნდა გაყვეს ბოლომდე, ავიდეს კისერთან. აი ეს თვალი ასე, სწორხაზად. ამიტომ აქედან გავდივარ და ვუკლებ. ამ თვალზე უნდა უკლო ყველა შემდეგი, რამდენიც გჭირდება იმდენი. აი აქედან გავდივარ და ვუკლებ, რადგან ეს თვალი ასე სწორხაზოვნად უნდა წავიდეს. არ უნდა იყოს აქეთ გადმოყვანილი, გადაგრეხილი, ქვეშიდან ამოყვანილი და ასე შემდეგ. ეს აქედან მიდის, ამიტომ ყოველთვის აქედან გადი და ისე უკლე ერთი თვალი. მხოლოდ ერთი თვალი. ამ გვერდზე ვლაპარაკობ. ეს სანიში. აქ ეს ნამატი თვალია და არის უკუღმა. აქ რეზინას ვაყენებთ ახლა ჩვენ. ეს არის შუა თვალი, რომელიც გამყოფია მთლიანად ამ რეზინასი და მხრების და ახლა აქ ვუმატებ კიდე ერთ თვალს. ახლა დააკვირდეთ, ნამატებები იქით მიდის. თან ვაყენებთ რეზინას. იყო წაღმა, ახლა უკუღმა. შემდეგი თვალი ჩავამატე და რომელიც იქნება საჭირო, იმ თვალის ქსოვას დავიწყებ. წაღმა დამჭირდება, წაღმას მოვქსოვ, უკუღმა დამჭირდება, უკუღმას მოვქსოვ. აუცილებლად უნდა იყოს ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ყოველ ჩამატებაზე გათვალე, რომელი თვალი უნდა მოვქსოვო. ჩავამატე. ეს შუა თვალი, რომელიც ასე იქსოვება. ახლა აქვე ჩავამატებ კიდე ერთ თვალს. ეს წეღან ჩამატებული თვალი უკვე გარეთ გავიდა. დააკვირდით, შუა თვალი, რომელიც მოდის, ამ თვალთან უმატებთ წინ და შემდეგ, მხოლოდ წაღმა გავლაზე. ესაც უკუღმა. აქეთ მხარესაც ჩვეულებრივად რეზინა უნდა ჩავაყენოთ. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა და ასე შემდეგ. როგორც აქეთ, აი ამ შუა თვალის აქეთ და აქეთ ვსაუბრობთ. ეს სანიშნი და გადმოვედით. აქ შუა სანიშნებს შუა ვუმატებთ და ასე ვგსოვთ, რეზინას ვაყენებთ.
სანიშნის გარეთ აქეთ და სანიშნის გარეთ იქით ვუკლებთ. ახლა აქეთ მხარეს უნდა ვუკლოთ. ეს თვალია, რომელზეც უნდა ვუკლოთ, აქ დანარჩენი რამდენიც დაგვჭირდება და აი ეს თვალი ახლა აქეთ უნდა წავიდეს სწორად და ლამაზად, როგორც ეს იქით. ახლა აქეთ ნახე. ამ თვალს ვატრიალებ, შემდეგ თვალსაც ვატრიალებ და აი ასე ვუკლებ. ეს აქეთ მიდის, ამიტომ აქეთ უნდა გამოიყვანოს ის სწორით. აი ახლა თუ დააკვირდები, ეს შუა თვალი ასე წავა, ეს კლება აქეთ და ძალიან ლამაზად უნდა გააყოლო, ეს კლება აქეთ ძალიან ლამაზად უნდა გამოაყოლო, აქ კი შუა თვლები უნდა უმატო, ყოველ წაღმა გამოვლაზე უნდა უმატო და რეზინა ჩასვა, წაღმა უკუღმა, წაღმა უკუღმა. მე მგონი გასაგებია, რაც ვთქვი. აქედან ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ქსოვას. აქ უკვე მკლავის რეზინა გვაქვს დაყენებული და აქაც ჯერ ვუკლებ, სადამდეც საჭირო იქნება. ძირითადად უკეთესია ჯერ მკლავის რეზინები დააყენოთ და შემდეგ დაიწყოთ წინა გულის გაყოფა და რეზინას ქსოვა. რადგან მკლავი უფრო დაბლა, ვიდრე ის წინა გული იყოფა. ძირითადად თორე ახლა ვისაც როგორ უნდა და საიდანაც უნდა ისე მოქსოს. მოვედი უკუღმა მხრიდან. აქ ჩვეულებრივად ვქსოვ. ეს ნამატი თვალია. აი ახლა აქ დააკვირდით. ეს ის თვალია, ნამატი არა უკაცრავად, რომელ თვალზეც ვუკლებთ. ეს თვალი უკუღმა მხრიდან არ იქსოვება. უკუღმა მხრიდან ვქსოვთ. წაღმა თვალი იქსოვება. ეს ჩამატებული თვალია, უკუღმა იქნება აქედან და არ იქსოვება. ეს თავისთავად უკუღმაა და აქედან არ იქსოვება. ეს თვალიც უკუღმა იქნება, რადგან რეზინა უნდა ჩავაყენოთ და შემდეგი წაღმა. არ იქსოვება უკუღმა თვლები ამ მხრიდან, რეზინაში ვამბობ. წაღმა თვლები იქსოვება ჩვეულებრივად. ეს თვალი, რომელზეც ვუკლებთ და აქედან არ იქსოვება და დანარჩენს ჩვეულებრივად გავაგრძელებ. აქ უკვე რეზინას გავცდით და ვქსოვთ. მოვედით გარეთა მხრიდან, წაღმა მხრიდან ვქსოვთ. ეს თვალია, რომელზეც ვუკლებთ და ვუკლებთ შემდეგ თვალს, ვუკლებთ მხოლოდ ერთ გამოვლაზე, წაღმა მხრიდან.
როცა ვქსოვთ უკუღმა მხრიდან, არც ვუკლებთ, არც ვქსოვთ ამ თვალს. აი აქედან გავდივართ და ასე ვუკლებთ. აი ამ სისწორით უნდა წაიყვანო და მოგსოვო ეს თვალი. შემდეგ ეს არის უკუღმა თვალი, ეს არის ჩამატებული და ახლა იქნება წაღმა თვალი, რეზინას ვაყენებთ. ეს არის შუა თვალი და ჯერ უნდა ვუმატოთ აქ. კიდევ ერთი თვალი. შემდეგ ვქსოვთ შუა თვალს და შუა თვალის შემდეგ კიდევ უნდა ვუმატოთ ერთი თვალი. შემდეგ არის წაღმა თვალი, შემდეგ უკუღმა, აქ უკვე რეზინა უნდა ავაწყოთ. ახლა აქ უნდა ვუკლოთ და აი ამ წესით უნდა ვუკლოთ, რომ ეს თვალი აქეთ წავიდეს და სწორად წავიდეს თავის ადგილას, აი ასე. და ვაგრძელებთ ქსოვას ჩვეულებრივად და მოვალთ ისევ აქ. მოვედით მეორე მხრიდან, ესე იგი უკუღმა მხრიდან ვქსოვთ. არ ვქსოვ უკუღმა თვალს, წაღმა თვალს ვქსოვ. არ ვქსოვ უკუღმა თვალს, ეს იქნება წაღმა თვალი და ვქსოვ. უკუღმა თვალი და არ ვქსოვ, ეს იქნება წაღმა თვალი და ვქსოვ. უკუღმა თვალი და არ ვქსოვ, შიგითა პირიდან ვქსოვ. წაღმა თვალს ვქსოვ. ეს რომელ თვალზეც ვუკლებთ ამ თვალს არ ვქსოვთ. გავცდით ამ რეზინას და შემდეგ ვქსოვთ ჩვეულებრივად, რაც გვაქვს აქეთ. გარეთა პირიდან მოვედით მეგობრებო. ვუკლებთ შემდეგ თვალს. ყველა თვალს ამ თვალზე ვუკლებთ, აი ასე მიდის, აქედან გავდივართ, ვუკლებთ, ერთი თვალი გამოგვყავს. აი ამ ხაზით უნდა წავიდეს ეს თვალი. აქეთ მხარეს რეზინა უნდა ავაწყოთ. უკუღმა, წაღმა, ეს თვლები ყველა ნამატია თანდათან. უკუღმა, ეს შუა თვალია და კიდევ ერთ თვალს ვუმატებ შუა თვალთან წინ. ვქსოვ შუა თვალს, კიდევ ერთ თვალს ვუმატებ შემდეგ. და ვაგრძელებ. აქ ყველა თვალი იქსოვება უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ჩვეულებრივად უნდა ჩავაყენოთ რეზინა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ამ თვალზე ვუკლებთ შემდეგ თვალს, აი ამ წესით შემოვატრიალებთ ამ ორ თვალს და გამოვიყვანთ ერთს. აი ასე. დანარჩენი აქეთ იქსოვება, რასაც გსოვთ. მოვედით უკუღმა პირიდან ვქსოვთ. სანიშნთან გარედან თვალია, რომელზეც ვუკლებთ და უკუღმა პირიდან არ იქსოვება, ძაბს აქეთ ვტოვებთ. რეზინა უკუღმა პირიდან წაღმა თვლები იქსოვება, შიგითა პირიდან უკუღმა არა, წაღმა თვლები იქსოვება, უკუღმა არა. ესაც უკუღმა თვალი არ იქსოვება, ეს უკუღმა იქნება, არ იქსოვება, ჩამატებული თვლები რეზინასთან. წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა არა, წაღმა თვალი იქსოვება. სანიშნი შემდეგარი თვალი, რომელზეც ვუკლებთ და ეს თვალი უკუღმა პირიდან არ იქსოვება. ძაფი ყოველთვის შიგითა მხრიდან უნდა დატოვოთ და დანარჩენს ჩვეულებრივად მოგსოვთ. გარეთა პირიდან მოვედით. ეს არის თვალი, რომელზეც კიდე შემდეგი თვალი უნდა ვუკლოთ. აქედან გავდივართ და ვუკლებთ. სანიშნთან გარედან მაქვს თვალი, რომელზეც ვუკლებთ და ამ რეზინას მიყვება აქ ნაპირზე. უკუღმა თვალი, წაღმა თვალი,
აქ ყველა თვალი იქსოვება წაღმაც და უკუღმაც გარეთა პირიდან. ახლა აი ეს წეღან ჩამატებული თვალი თუ აქ უკუღმა არის, ახლა ეს წაღმა იქნება. ეს შუა თვალია და კიდევ ერთი თვალი უნდა ვუმატო წინ. შემდეგ ვქსოვ შუა თვალს, შემდეგ კიდევ ერთ თვალს ვუმატებ, შემდეგ ვაგრძელებ ქსოვას. თუ წინ უკუღმა თვალია, ახლა ეს წაღმა თვალია, ხო? აი ასე. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ასე გათვლი. აქედან გარეთა პირიდან ყველა თვალი იქსოვება. ეს სანიშნი და შემდეგ არის თვალი, რომელზეც ვუკლებთ კიდევ შემდეგ თვალს. ვატრიალებთ, დავაბრუნებთ და აი ასე გამოვიყვანთ. დანარჩენს მოვხსოვთ ჩვეულებრივად, სანამ არ მოვალთ აქ მეორე მხრიდან. მოვედით შიგითა უკუღმა პირიდან ვხსოვთ. სანიშნის წინ არის თვალი, რომელზეც ვუკლებთ და აქედან არ იქსოვება. შიგითა პირიდან. წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა თვალი არ იქსოვება, წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა თვალი არ იქსოვება. ეს რეზინა, რომელიც ჩავაყენეთ წინა გულზე, და მკლავების რეზინა იქსოვება ერთნაირად. უკუღმა პირიდან მხოლოდ წაღმა თვლები იქსოვება, გარეთა პირიდან წაღმაც იქსოვება და უკუღმაც. და არც ეს თვალი იქსოვება, რომელზეც ვუკლებთ, იმიტომ რომ ესაც რეზინასთან რჩება შემდეგ აი აქ. დანარჩენი ჩვეულებრივად ვაგრძელებთ, რასაც ვხსოვთ. ვხსოვთ გარეთა მხრიდან და მოვედით შუა გულთან. ეს თვალი, რომელზეც ვუკლებთ კიდევ შემდეგ თვალს. ყოველთვის ვუკლებთ მხოლოდ გარეთა პირიდან, როცა ვხსოვთ. ვუკლებთ ამ წესით, აქეთ მივდივართ. შემდეგი რეზინა იქსოვება ჩამატებული თვლების. ყველა თვალი იქსოვება წაღმაც, უკუღმაც. ეს შუა თვალი და შუა თვალთან წინ ჯერ ჩავამატებთ თვალს. შემდეგ მოვხსოვთ შუა თვალს, შემდეგ ჩავამატებთ კიდე თვალს, შემდეგ გავაგრძელებთ ისევ აქეთ ქსოვას რეზინის. ყველა თვალს ვხსოვთ რეზინას აქედან, გარეთა პირიდან. ეს თვალია, რომელზეც ვუკლებთ ისევ შემდეგ თვალს, ვატრიალებთ ორ თვალს. გავდივართ და აი ამ წესით ვუკლებთ. ახლა აქ დააკვირდით, სადამდე შეიძლება ვუმატოთ. ეს არის შუა თვალი, ხო? აქეთ უკვე რეზინა იქსოვება, აქეთაც რეზინა, აი გამოვიყვანეთ ასეთი სახით. და უნდა დათვალოთ, რამდენი თვალი გჭირდებათ აქ შემდეგ რო ააყოლოთ ასე. ახვიდეთ, უნდა მოგხსოვოთ ჩვეულებრივ ეს, რამდენიც იქნება მხარზე, რომ შემდეგ უკანა ნაწილს, ზურგის ნაწილს მიაკეროთ, იქამდე ხო უნდა მოგხსოვო. ან რამდენი გჭირდება კლება, სადამდე უნდა უკლო და რამდენი თვალი უნდა დატოვო, საკმარისი იყოს, რომ ყელზე ხო მოაქსოვო ეს. და რამდენი უნდა იყოს ეს რეზინას, რა სიბრტყვის გჭირდება შენ ეს რეზინა, რამხელა უნდა მოაქსოვო, იმის მიხედვით უნდა ჩაამატო ეს თვლები. ახლა ვთქვი, რომ თვალზე, რომელზეც ვუკლებთ, ესაც რეზინის თვლებს ემატება, აი ასე იქსოვება. ასე ვთქვათ, ეს არის საზღვარი რეზინას და იამნაგზოს შორის, ხო? 1, 2,
3, 4, 5, 6, 7 თვალი გვაქვს ჩამატებული, მერვე იქნება შუა თვალის აქეთ-იქეთ გამყოფი და ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია, მე აქ მეტს აღარ ვუმატებ და ვაგრძელებ ქსოვას და როგორ გავაგრძელებ ვნახოთ. თქვენ რამდენი თვალის ჩამატება დაგჭირდებათ აქ იმის მიხედვით დავუმატებთ ამ თვლებს, მაგრამ უნდა განსაზღვრო, რომ ქსოვ რეზინას. ნახე, უკუღმა ეს არის წაღმათვალი, ხო, ეს რომელზეც უკლებთ რეზინასთან. შემდეგ უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა და წაღმა. ხო არ გამოდის ორი თვალი ერთად წაღმა, გვჭირდება რეზინა. ამიტომ კიდე ერთი თვალის ჩამატება დამჭირდება შემდეგ, რომ აი აქაც უკუღმა მქონდეს მე და ორი წაღმა ერთად არ მოხდეს. ამიტომ ერთ რიგს კიდე რომ მოვქსოვ და მოვალ, კიდე თითო თვალს ჩავამატებ. გავაგრძელოთ ახლა, მოვიდეთ და გავაკეთოთ ეს, რაც თქვით. თქვენ იმის მიხედვით განსაზღვრავთ, იქნებ მეტი თვლები გჭირდებათ რეზინასთვის, იქნებ ნაკლები, მაგრამ განსაზღვრეთ აუცილებლად რამდენი თვალი გჭირდებათ და შემდეგ აქ ორი წაღმა ერთად არ მოხდეს, უნდა იყოს აუცილებლად წაღმა უკუღმა, რომ შემდეგ ასე ძალკე რომ გააგრძელებ ქსოვას, ერთნაირი თვლები არ მოგიხდეს ერთად და რა თქმა უნდა აქეთ მხარესაც აქ უკვე დავტოვებთ ამას და გავყოფთ აქეთ-იქეთ, რომ აი რას ვამბობ, მგონი მიხვდით. აი ეს უნდა მოვქსოვოთ აქეთ, ეს ჩავაყენეთ რეზინა, აქეთაც ასე მოვქსოვოთ და ეს შუა თვალი ერთი ცალი რომ იქსოვება, ეს აქეთაც წამოვა და აქეთაც, ამიტომ უნდა იყოს წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, რადგან ეს წაღმაა, ხო? ასე წამოვა ნაპირის აქეთ. და უნდა ავაწყოთ ზუსტად რეზინა. ამიტომ დაგჭირდება, გინდა 10 თვალი იყოს, აუცილებლად გაითვალისწინე აქ ჩამატება, უკუღმა უნდა ჩასვა, რომ წაღმასთან უკუღმა იყოს და არა წაღმა და წაღმა. და გინდა 8 თვალი, 7 თვალი, არ ვიცი, რამდენი თვალიც გაქვს გათვალისწინებული, რომ ეს რეზინა მოაყოლო და მოქსოვო, აქ აუცილებლად წაღმა, უკუღმა უნდა დასვა მთლიანად რეზინა. აქ კი უკლო იმდენი, რამდენიც შენ გჭირდება, რომ შემდეგ აი აქ რო ამოხვალ, მხარი გამოიყვანო, აი ასე მოუხვევ, ეს რეზინა აქეთ მოდის, იქსოვება და ეს რეზინა კისერზე შემოუვლის, ხო, შემდეგ შემოაქსოვ ცალკე. მაგრამ ეს აქამდე ასე ხო უნდა ამოქსოვო. აქ შენი რაოდენობა რამდენი გჭირდება აქიდან ამ კლავამდე, რამდენი უნდა მოაკლო აქ, რომ გამოიყვანო ეს სწორად, რომ არ მოგაწვეს ყელზე ძალიან რა გაქვს განსაზღვრული, ან ძალიან შორს არ წავიდეს ბევრი სკლება და გარეთ არ დარჩეს ეს რეზინა ასე და შიშველი არ დარჩეს აქ კისერი, ხო, ყელთან. მიმიხვდით, მგონი, ამიტომ უნდა განსაზღვრო ზუსტად რამდენი თვალის კლება გჭირდება, იქამდე უნდა უკლო ეს. და შემდეგ თანდათან უნდა ისაც განსაზღვრო, რომ ახლა ხო ყოველ წაღმა მოსვლაზე ვუკლებთ, წაღმა რომ მოვდივართ, უკუღმაზე არ ვუკლებთ, ერთ გავლაზე არ ვუკლებთ, ასე წაღმაზე მოვალთ ვუკლებთ, უკუღმაზე არ ვუკლებთ, წაღმაზე მოვალთ ვუკლებთ. შემდეგ უნდა მოქსოვო უკუღმა, წაღმა, უკუღმა, ასე გაიშვიათო კლება, ამას ვამბობ. ყოველ წაღმაზე რომ მოხვალ კი არ უკლო, ერთი წაღმა ჩვეულებრივ მოქსოვო. უკვე როცა ფიქრობ, რომ 2-3 თვალიღა დაგრჩა, რომ უკლო აქ და ბევრი აღარ. ამიტომ გააიშვიათე, რომ პირდაპირ არ მოდიოდეს და არ მოჭრა ასე. გამოგივა აქ კუთხე. ამიტომ ნელა-ნელა 2 წაღმა ჩვეულებრივად გამოქსოვ, არ უკლებ, შემდეგ უკლებ. კიდე 2 წაღმას მოქსოვ, არ უკლებ, შემდეგ უკლებ. უკუღმაზე ისედაც არ უκლებთ და ჩვეულებრივად გსოვთ, ხო? 2 წაღმა რიგის ჩაგდებით, უკლებ, რომ ეს ასე მოუხვიოს ნელა-ნელა და არა ასე მოჭრა. აქ რო კუთხე გამოგივა, ეს გამოიბურცება, მერე ცუდად არჩება. ამიტომ ნელა-ნელა რო უკლებ და გაიშვიათებ, მაგრამ მაინც უკლებ, ნელა შემოუხვევს ეს და აი ლამაზად გამოგივა მერე საყელო აქ. ერთი სიტყვით მგონი, მიმიხვდით რა ახსენი, ახლა ჩვენ ვაგრძელებთ აქ ქსოვას და მოვბრუნდებით ისევ როგორც გსოვთ.
გსოვთ უკუღმა მხრიდან შიდა პირიდან მოვედით ეს არის თვალი სანიშნის გარეთ რომელზეც ვუკლებთ და აქედან არ გსოვთ უკუღმა პირიდან ძაბს აქეთ ვტოვებთ უკუღმა მხარეს წამათვლებს გსოვთ ეს უკვე შუა გულის რეზინა უკუღმა თვლები გადაყვავს ძაბს აქეთ ვტოვებთ ამ რეზინას ბოლომდე ასე მოვგსოვთ სულ შიგით ამ მხრიდან მხოლოდ წაღმათვლები იქსოვებ და უკუღმათვლები გადადის ძაფი აქეთ უკუღმა მხარეს არ დატოვოთ გარეთა პირიდან წაღმათვლებს გსოვთ ეს ჩამატებული უკუღმა იქნება არ იქსოვება ეს უკუღმა არ იქსოვება ესაც უკუღმა იქნება არ იქსოვება წაღმათვალს გსოვთ უკუღმა გადადის ძაფი ყოველთვის უკუღმა მხარეს რჩება სანიშნის გარეთ თვალია რომელზეც ვუკლებთ და აქედან არ იქსოვება ძაფი აქეთ აქ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ქსოვას და მოვალთ ისევ აქ მოვედით გარეთა პირიდან გარეთა მხრიდან ვგსოვთ და ამ მხარეს ვუკლებთ როცა გარეთა პირიდან ვგსოვთ ვუკლებთ შემდეგი თვალი ამოყვავს აი ამ წესით აქეთ რეზინა იქსოვება უკუღმა გარეთა პირიდან ყველა თვალი იქსოვება წაღმაც უკუღმაც აქეთ ამ მხრიდან არ დაგრჩეთ მოსაქსოვი რამე მხოლოდ შიგითა უკუღმა პირიდან არ იქსოვება უკუღმა თვლები აი ახლა აქ უნდა განსაზღვროთ როცა უკვე აღარ გინდა მატება და მეტი თვლები აღარ გჭირდება უნდა განსაზღვრო ეს ორი თვალი ერთად წაღმა არ იყოს ამიტომ ახლა აი წაღმა და წაღმა რადგან შემდეგი უკუღმა შემდეგი წაღმა და ავაწყვეთ რეზინა ერთი თვალი კიდევ უნდა ვუმატო შუა თვალის წინ რადგან ვამთავრებ მე აქ მატებას და გავაგრძელებ რეზინას ქსოვას და ორი წაღმა თვალი ერთად არ მოხვდეს შემდეგ შუა თვალი მოვგსოვე და კიდევ ვუმატებ ერთ თვალს აქედაც აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ აქეთ რო ვუმატებ აუცილებლად აქეთაც უნდა ვუმატო აქეთ თუ უკუღმა აუცილებლად აქეთაც უკუღმა უნდა იყოს აი აქ ერთდროულად ვამბობ წაღმები უკუღმები წაღმები უკუღმები და აქეთ რო ნამატია აუცილებლად აქეთაც იმ დროს არის ნამატი ესაც წაღმა შემდეგ უკუღმა და აქ უკვე რეზინაა წყობილი და იქსოვება ჩვეულებრივად წაღმაც და უკუღმაც ამ თვალზე ვუკლებთ ვატრიალებთ კიდე მეორე თვალს ამ წესით აქედან გავდივართ და ასე ვუკლებთ ახლა არ დაგებადოთ კითხვა რომ როგორ ავაწყო რეზინა და საიდან დავიწყო აი აქ შეხედეთ შუა თვალი ხომ არის ეს რომელიც თავიდან ავიღეთ ხო დავიწყეთ აქ გარეთა მხარე ნახეთ ეს ხო რომელზეც ვუკლებთ და ვიცით რომ იმ პირველ რიგზე როცა ვიწყებთ მატებას არ ვუკლებთ მაგრამ ხო ვიცით რომ შემდეგი თვალი აუცილებლად იქნება ეს წაღმა რომელიც ასე მოდის და უკლებთ ასე მოდის და უკლებთ ამიტომ წაღმას შემდეგ უნდა იყოს უკუღმა უკუღმას შემდეგ წაღმა წაღმა თვალი იქნება ეს რომელზეც ვუკლებთ და შემდეგი უნდა იყოს უკუღმა შემდეგი უნდა იყოს წაღმა და ასე შემდეგ ამის მიხედვით დააყენებთ რეზინას ეს რო იცი რომ წაღმა იქნება რო უკლებ შემდეგი უკუღმა შემდეგი წაღმა შემდეგი უკუღმა და იგივე ანალოგიურად აქეთ აი ასე აწყობ რეზინას ერთი და რომ მოხვალ აქ უკვე შეხედავ რომელი გჭირდება აქ წაღმაში ახლა ჩავსვი კიდე ერთი თვალი რო უკუღმა მოვგსოვო და მთლიანად ავაწვე ერთი წაღმა და ერთი უკუღმა გსოვთ შიგითა პირიდან უკუღმა მხრიდან ეს თვალი არ იქსოვება წაღმა იქსოვება უკუღმა არ იქსოვება წაღმა იქსოვება უკვე ვიცით რაზეა საუბარი
წაღმა თვალს გსოვთ, უკუღმა თვალს არ გსოვთ. გადაყვავს ძაფი აუცილებლად ყოველთვის დატოვეთ აქეთ უკუღმა მხარეს. ეს სანიშნის შემდეგ თვალია, რომელზეც უკლებთ და აქედან არ იგსოვება. დანარჩენი ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ქსოვას. გსოვთ გარეთა მხრიდან, გარეთა პირიდან, წაღმა პირიდან, რა ვიცი, როგორც ამბობთ. ეს თვალია, რომელზეც ვუკლებ და ვუკლებ შემდეგ თვალს. გავდივარ აქედან და გამომყავს აი ასე. ეს აი ასე უნდა წავიდეს სწორედ. არ გადაგრიხოთ ეს თვალი ზევიდან არ წამოვიდეს. აი ზუსტად რეზინას უნდა გაყვეს აი ასე ეს. აქ უკვე რეზინას გსოვთ. აი ყველა თვალი არის წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა და ეს ბოლო ნამატებია უკუღმა, შუა თვალია და წაღმა გაყვება და აუცილებლად ამ შუა თვალის ნახევარი აქ დარჩება. აი ახლა შემოვბრუნდები მე და გავაგრძელებ აქეთ ქსოვას, რადგან აი ეს გამყოფი წერტილია უკვე და ეს ცალკე უნდა მოვგსოვოთ, ეს ცალკე. აქ ჩავაყენეთ ჩვენ რეზინა, მოდიოდა ეს თვალი, მოდიოდა ასე შუა ხაზი გამყოფი, ეს რეზინა ვამატეთ და ვგსოვდით და მოვედით აქამდე. რამდენი თვალიც გვჭირდებოდა იმდენი ჩავამატეთ. ახლა ეს ცალკე მოიგსოვება, ეს ცალკე. რო გამოვიყვანოთ ხო საყელო და ჩავიცვათ შემდეგ. ნახეთ ხო? ამ შუა წაღმა თვალი აქეთაც ამოვიყვანე და ეს აუცილებლად აქეთაც გაყვება ნახევარი. მე შემოვტრიალდები და ახლა აქეთ გავაგრძელებ ჩვეულებრივად ქსოვას. აქედან იქსოვება რეზინა და დააკვირდით. წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა თვალი არ იქსოვება. წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა თვალი არ იქსოვება. შიგითა უკუღმა პირიდან ვგსოვ. ახლა შემოვტრიალდი მე. წაღმა იქსოვება, უკუღმა არა. წაღმა იქსოვება, აუცილებლად ეს თვალია, რომელზეც ვუკლებთ და არ იქსოვება და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ქსოვას. ეს რეზინა აქ როგორც გსოვთ, ახლა აქედან მხოლოდ წაღმებს და აქედან გარედან ორივე თვალს, წაღმას და უკუღმას ზუსტად ასე იქსოვება ამ დროს მკლავის რეზინაც. გსოვთ გარეთა პირიდან მოვედით, ამ გვერდს მთლიანად გსოვთ, ახლა მკლავს აქ ბოლომდე გავდივართ. აქეთ მოვდივართ და უკვე ამ საყელოს ცალკე ერთ მხარეს გსოვთ, ერთ მხარს ასე ვთქვათ და ეს რეზინა მკლავის და წინა გულის ზუსტად ერთნაირად გსოვთ. აქედან წაღმა უკუღმას, შიგითა უკუღმა მხრიდან მხოლოდ წაღმა თვლებს, რომ ზუსტად ერთნაირი და ლამაზი გამოგივიდეთ და რაღაცა ბევრი რაღაცა სხვადასხვა არ შეიყაროს ერთად. უკაცრავად. მოვედით აქ, სადაც კიდე ერთი თვალი უნდა ვუკლოთ. გავყავით რეზინა და ვგსოვთ ერთ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვუკლებთ მანამდე, სადამდეც გვჭირდება ეს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ აქ. სადამდეც გვჭირდება კლება. აქ ეს რეზინა უკვე ჩვეულებრივად რეზინა იქსოვება. გარეთა პირიდან წაღმა უკუღმა, კიდევ ვიმეორებ და შიგითა პირიდან მხოლოდ წაღმა თვლები. აი ეს, რო დავამატეთ შუა თვალის შუა თვალის ნახევარი, ასე ვთქვათ, აი აქ იქსოვება ეხლა ეს ნაპირის თვლად.
ეს ნახევარი წამოვიდა აქეთ და აქ აი ასე სწორად დასვით. ეს თვალი აქ რომ მოხვალთ, ასე არ გადმოგრიხოთ და ასე არ დატოვოთ. ეს არის უკვე რეზინა, რომელიც მოაქსოვ და დარჩება ასე, ამას ვეღარ შეცვლი შენ, აღარც არაფერს მოაკერებ, აღარც არაფერს მოაქსოვ. ეს იქნება უკვე აი აქ საყელოს შუაგულიდან მოქსოვილი საყელოს რეზინა. ამიტომ წაღმაქსო ბოლო თვალს თუ კუღმა გაითვალისწინე. აქ აი ასე უნდა დატოვო ყოველთვის. ასე გადაგრეხილი არ დაგრჩეს ეს ბოლო თვალი აქ ნაპირში. ეს ძალიან ცუდად გამოჩნდება შემდეგ. თუ წაღმა ამოყავს ბოლო თვალი, ასე შეატრიალე, თუ კუღმა ამოყავს, ასე მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში დააკვირდი, რომ ეს აი ასე უნდა დატოვოს სწორად, ერთმანეთს აკინძული ეს თვლები. ახლა მე შემოვტრიალდი და რადგან ბოლო თვალი წაღმა მოვიყვანე, აქით შემოვატრიალებ, რომ აი ასე დარჩეს ეს ნაპირი აქ. ამას შემდეგ თქვენ აღარაფერს არ მოაქვსოთ, ეს იქსოვება რეზინა და მორჩა აქ. წაღმა თვალს ქსოვ, უკუღმა თვალი გადამყავს ძაფი აქეთ. ეს რეზინა ასე იქსოვება. წაღმა თვალს ქსოვ, უკუღმა თვალი გადამყავს, არ იქსოვება და ძაფს აქეთ ვტოვებ, უკუღმა მხარეს. წაღმა თვალს ქსოვ, უკუღმა თვალს არა. წაღმა თვალს ქსოვ და შემდეგ ეს უკუღმა თვალი იქნება რეზინას ბოლო თვალი, რომელზეც ვუკლებთ და არ ქსოვთ აქედან უკუღმა მხრიდან. დანარჩენი ჩვეულებრივად მოიქსოვება, რასაც ქსოვთ. მოვედით გარეთა მხრიდან ქსოვთ. ახლა ნახე, დაუშვათ, არ ვიცი მე ვარაუდით გეუბნები მაგალითად, მე არ ვიცი რა ზომას ქსოვ და არ არის აუცილებელი და სტანდარტი აქვე შეწყვიტო. დაუშვათ უკვე შენ უკლე იმდენი თვალი, რამდენიც უნდა გეკლო და საჭირო იყო, აი აქ უკვე ეს გავიდა მხარი, ასე ვთქვათ. და ახლა დაგრჩა, ფიქრობ, რომ დაგრჩა, რომ 2 თვალი ან 3 თვალი უკლო კიდევ. ამიტომ ახლა აქ მოხვედი, კიდევ ამბობ, დაუშვათ უკვე იმდენი გაქვს მოქსოვილი და კლება. აქ მოხვედი და შემდეგ უკლებ ასე 2 თვალს ან 3 თვალს მაქსიმუმ. ახლა აღარ უკლებ, ჩვეულებრივად ქსოვ ამ თვალს, რომელზეც ვუკლებდით და მოვდიოდით. წაღმა მხარეს ვუკლებთ მხოლოდ როცა ვქსოვთ, ხო? არ უკლებთ, ჩვეულებრივად გადაგქსოვ. ამ რეზინასაც ჩვეულებრივად მოქსოვ. გარეთა პირიდან ვქსოვთ წაღმა თვლებსაც და უკუღმა თვლებსაც. შემოვტრიალდით. აქ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ისწორე. აქედან წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა თვალი არ იქსოვება. ეს ყოველთვის, როგორც იქსოვება რეზინა, ეს თვალი ყოველთვის ასე იქსოვება, აქედან არ ვქსოვთ, ეს რეზინას ეთვლება. რომელზეც ვუკლებდით ის თვალია. ეს ყოველთვის რეზინას ეთვლება, ამიტომ აქეთი მხრიდან ამ თვალს არ ვქსოვთ, ძაფი აქეთ. დანარჩენს ჩვეულებრივად გააგრძელებ და მოგქსოვ. მოვედით გარეთა პირიდან ვქსოვთ. აი ახლა პირველი რიგი იყო წინა რიგზე, რომ არ ვუკლეთ, ხო? ახლა უნდა უკლო. უკვე გავაიშვიათებთ კლებას, მაგრამ ერთი რიგის გამოკლებით კიდევ უკლე. ახლა ერთი რიგის გამოკლებით რას ნიშნავს? მოვდიოდი და ყოველ წაღმა მოსვლაზე ვუკლებდი, ერთი რიგი დავტოვე, წინა რიგი არ ვუკლე, ახლა ვუკლე. შემდეგ ეს რეზინა იქსოვება აქ საყელოსის ჩვეულებრივად. გარეთა პირიდან ვქსოვთ წაღმა თვალსაც და უკუღმა თვალსაც. შემოვბრუნდებით, უკუღმა მხრიდან ვქსოვთ, წაღმა თვალს ვქსოვთ, უკუღმა თვალი გადააყვავს, არ ვქსოვთ. ძაფი აუცილებლად შიგითა მხრიდან დავტოვოთ. ეს თვალი რეზინას ეთვლება, რომელზეც ვუკლებთ და ამიტომ აქედან არ იქსოვება.
გსოვთ გარეთა პირიდან მოვედით აქ არ ვუკლებ ახლა ამ რიგზე არ ვუკლებ ჩვეულებრივად მოვგსოვ რეზინასაც ჩვეულებრივად გარეთა პირიდან ყველა თვალს ვგსოვ წაღმას უკუღმას შემოუბრუნდებით უკუღმა მხრიდან ვგსოვთ წაღმა თვლებს ვგსოვთ უკუღმა გადაგვავს წაღმა თვლებს ვგსოვთ უკუღმას არ ვგსოვთ უკუღმა მხრიდან ამ თვალს არ ვგსოვთ ესაც რეზინაში ითვლება რომელზეც ვუკლებდით დანარჩენს ვგსოვთ ჩვეულებრივად და კლავის რეზინა რომელიც იქსოვება ზუსტად იგივე პრინციპით იქსოვება ესაც რეზინას თვლები წაღმა თვლები იქსოვება უკუღმა არა უკუღმა მხრიდან აი გამოვიყვანთ ასეთ მკლავს ახლა აქეთ ამ მხრიდან წაღმა მხრიდან გარედან ჩვეულებრივად იქსოვება ყველა თვალი წაღმაც და უკუღმაც როგორც საყელოს რეზინა წინა გულის რეზინა მოვედით ახლა საყელოსთან აქ და აქ წინა რიგზე არ ვუკლეთ ხო ახლა მეორე რიგს მოვგსოვ კიდე წაღმას რომ არ ვუკლებ აქ ერთი რიგი გამოვტოვე რომ არ ვუკლე ახლა ორ რიგს გამოვტოვებ და არ ვუკლებ ეს რეზინა ჩვეულებრივად იქსოვება გარეთა პირიდან წაღმაც და უკუღმაც უკუღმა მხრიდან გსოვთ შიგითა პირიდან წაღმა თვლებს გსოვთ უკუღმა თვლებს არა ძაფი აუცილებლად აქეთ უნდა დავტოვოთ უკუღმა მხარეს ეს თვალიც უკუღმა მხრიდან არ იქსოვება დანარჩენი ჩვეულებრივად მოვგსოვოთ მოვედი გარეთა მხრიდან ვგსოვ ორი რიგი არ ვუკლე გამოვტოვე ახლა კიდე ერთ თვალს ვუკლებ და ამის მეტს მე აღარ ვუკლებ ეს იმას ნიშნავს რომ აი აქ კლება დამთავრდა მხარზე მე საკმაოდ რისი რაოდენობის თვლები ვუკლე რაც მჭირდებოდა თქვენ არ ვიცი შეიძლება უფრო ადრე დატოვოთ უფრო გვიან კლება უფრო მეტი კლება დაგჭირდეს ასე და შემდეგ რა თქმა უნდა მე ახლა ნიმუშს ვგსოვ და თქვენ როცა გექნებათ ზუსტი ზომა მოსაქსოვი იმის მიხედვით გათვლით და მოგსოვთ ხო ამიტომ რა დროს როგორ დაგჭირდებათ არ ვიცი მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს რო უკლებ და ყოველ წაღმა მოსვლაზე უკლებ ყოველ წაღმა მოსვლაზე როცა უკვე გათვალისწინებული გაქვს სადამდე და რამდენი თვალი უკლო გაითვალისწინე ისაც რომ ბოლო 2-3 თვალი მაინც მაქსიმუმ დატოვო და თანდათან დაიწყო აი ასე როგორც ახლა გავაკეთეთ ერთი რიგი რომ მოხვალ წაღმა არ უკლო და შემდეგ უკლე შემდეგ ორი რიგი მოგსოვე არ უკლო და შემდეგ უკლე და აი ახლა ორი რიგი რომ მოვგსოვეთ აღარ ვუკლე ახლა ვუკლე და ვამბობ ეს ბოლო თვალია მეტს არ ვუკლებ და ნახე ახლა აი როგორ წამოვიდა რგვლა და ახლა ჩვეულებრივად აქ და არ გაიკეთა კუთხე აი ამ კლებამ აქ რომ მიდის უცებ და რო შეწყვიტავ შენ კლებას აი ზუსტად ასეთ კუთხეს გაიკეთებს აი აქედან შემობრუნდება სწრაფად აი ასე
და აქ აი ასე დაგრჩება და ამოიბერება ეს. და თუ ახლა როგორც ვუკლეთ რამდენიმე რიგის გამოკლებით და კიდე ვუკლეთ და კიდე, აი ასე მომრგვალდება და გამოვა ეს რაც გამოვიდა ახლა. აი აქ არაფერი არც კუთხე გაიკეთა, არც ამოიბურცა, არც არაფერი იქნა და ზუსტად ლამაზად დაჯდა ის კლება და რეზინაც მიყვება. და ეს თვალი, კლების თვალი, იქნება რეზინას დასაწყისი, რეზინას მიემატება ეს თვალი. აქ ჩვეულებრივად იქსოვება რეზინა. ამას მოქსოვ სულ და შემდეგ მხოლოდ ამ რეზინას მოქსოვ ცალკე რო კისერზე შემდეგ იმ მეორე მხრიდან მოქსოვილ რეზინას შევერთო და გადაკერო. ეს სანიშნი დავტოვოთ თავის ადგილას რო გასაგები იყოს. სად რას ვაკეთებთ და არ დაიბნეთ, აი. ой, უკაცრავად. თვალი რომელზეც უკლებთ გარეთ იყო და დავტოვოთ ისევ გარეთ, სანიშნის გარეთ. აი ასე. ახლა ვნახოთ რა გავაკეთეთ. ეს დავტოვეთ აქეთ, როცა გავყავით რომ შემდეგ როგორც აქ ვქსოვთ ახლა იგივეს გაიმეორებთ აქეთ. ოღონდ დაიმახსოვრე ზუსტად შეგიძლია ერთდროულად მოქსოვო ესაც და ესაც რომ იცოდე როდის დატოვე ერთი რიგი და არ უკლე, შემდეგ რა დროს უკლე, შემდეგ რამდენიმე რიგი მოქსოვე კიდე და როდის უკლე და ასე შემდეგ რომ ზუსტად ანალოგიურად უნდა გაყვე აქაც ან ადრე არ მოგივიდეს შემოხვევა, ან არ დაგაგვიანდეს და შეგიძლია ამიტომ როგორც ამას გზოვ ცალკე ძაფი ჩააბა და ესაც იმ დროს მოქსოვო ერთდროულად ასე. ესაც ამას მოქსოვ გამოხვალ სხვა ძაფით ამას მოგზო, მოხვალ შემდეგ ამას რომ მოგზო, სხვა ძაფით ამას მოგზო და გეცოდინება ერთდროულად უკლებ, ერთდროულად დატოვებ. თუ არა აუცილებლად უნდა ჩაინიშნო როდის უკლებ, როდის ქსოვ და სად უკლებ და რამდენს უკლებ და ერთი სიტყვით. ყველაფერი უნდა მონიშნო. ან კიდევ იმეორებ ერთდროულად ქსოვე. ყველაზე კარგია მე მაგალითად ასე ვაკეთებ ხოლმე. აი ეს რაც ახლა ჩვენ გავაკეთეთ და აი კლავის რეზინაც ზუსტად ახლა და ერთდროულად იქსოვება და ესენი ერთნაირად იქსოვება. როგორც გარეთ მხრიდან როცა ვქსოვთ, წაღმა და უკუღმა იქსოვება, შიგით აპირიდან როცა ვქსოვთ, მხოლოდ წაღმათვლები იქსოვება, უკუღმებს ტოვებთ არ ვქსოვთ. იგივე პრინციპით იქსოვება კლავის რეზინაც, რომ ერთნაირი იყოს ესენი და არ იყოს რაღაცა შერეული, შემორეული, სხვადასხვა რაღაცები. აი ეს მოქსოვა ახლა ზუსტად იმ სიმაღლეს, რამხელაც გჭირდება რომ მხარზე ახვიდე, ზურგის მხარეს შევერთო და ეს გადაკერო. ეს მხოლოდ. ეს რეზინა უნდა მოაქსოვო, წახვიდე შუა კისერზე დატოვო, შემდეგ ესაც უნდა მოქსოვო ზუსტად და აი მხოლოდ ეს რეზინა შემოაქსოვო და ამას შეუერთო კისრის აი შუა ადგილას და ასე უნდა გადაკერო ეს. უკანიდან შემდეგ მოეკერება ზურგის მხარეს რაც ამოქსოვე, მკლავებსაც და მხრებში და აი ეს ამ რეზინასაც აი ეს ოღონდ ზურგის მხარე კიდევ ამ აი ასე იქსოვება წინა გულის ერთ-ერთი ვარიანტი რეზინა. თუ გასაგებია და თუ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოქსოვოთ, გააგრძელეთ მშვიდობაში წარმატებები. თუ კიდევ დახმარება გჭირდებათ და ანალოგიურად ამას ვერ მოქსოვთ ან ვერ გააგრძელებთ ამას რა უნდა გქნათ, დამიწერეთ კომენტარებში და გავაგრძელოთ კიდევ დაგეხმარებით. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.